ვაჭრობის ხელშეწყობა საზღვრებსა და საზღვრებს მიღმა შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ამ თემაზე სასტუმრო შერატონში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მიზანი საბაჟო ადმინისტრების მიმართულებით გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება. კონფერენციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსლან ახალაია დაესწრნენ. შეხვედრაზე განვითარების ბანკისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. Ცნობიან საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, კერძოდ საუბარია ვაჭრობის ხელშეწყობის, ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნის, ეფექტური საბაჟო კონტროლისა და საქონლის გაფორმების პროცედურების ინოვაციურ მიდგომებზე. ამ პროექტს აზიის განვითარების ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. დღეს თბილისში 10 ქვეყნის ოფიციალური პირი იმყოფება, რომლებიც საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში ეკონომიკისა და სავაჭრო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. ვფიქრობ, ვაჭრობის შემოსავლების და მომსახურების სფეროში თქვენმა ქვეყანამ მართლაც თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რაც საქართველოს მის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში ძალზე დაეხმარება.